კი, ასევე რამოდენიმე დღეში 11-ში არის დაბარებული ნიკა მელიაც. ხო, არ გამორჩებოდათ ნიკას კი ბატონო. არ გამორჩენიათ, ალბათ გააგრძელებენ. კიდევ ყავს ჩვენ ხალხი პარტიაში, რომელთა დაბარებას არ არის ბუნებრივია. დაბარებას ასევე რა თქმა უნდა ბრჭყალებში გამორიცხული ამ კომისიაზე. თუმცა ხო არაფერს ცვლის ეს, რა ვიცი, მოსალოდნელი ნაბიჯებია ქართული ოცნების მხრიდან ის ნაბიჯები რაც იდგმება. ყველამ კარგად ვიცით, რომ რაღაცა ამის გამო არავინ გაჩერდება, არავინ უკან დაიხევს პირიქით. ბრძოლა გაგრძელდება და მათ შორის გაგრძელდება ბუნებრივია უკომპრომისოდ, რომელიც აუცილებლად დასრულდება შემდეგ რაღაცა დადებითი შედეგით. კი ბატონო, რა მოხდა აჭარაში თქვენი შეფასებით? პოლიციელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რიჟვაძის ასე უეცარი სადღაც გაქრობა, არ ვიცი. რა ხდება? არ გვიკვირს აჭარაში პოლიციელი, ესე ვთქვათ, პოლიტიკურ ხელმძღვანელად თუ გავიხსენებთ იმას, ვინ არის ბათუმის მერი, რომელიც ასე მთელი ცხოვრება ძალოვან სტრუქტურას წარმოადგენდა, ხელვაჩაურის მერი, ცოტა ხით ადრე მანამდე შვახევის მერი და ასე შემდეგ, ასე რომ რაღაცა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები პოლიტიკურ თანამდებობაზე აჭარაში ქართული ოცნებისთვის მანდ-მაინც უცხო არ არის. მთავრობის თავმჯდომარის რანგში მას ეს არ მოუყვანიათ. მათ შორის არც ის არ არის ალბათ გასაკვირი, რომ მათ მთავრობის თავმჯდომარედ წარმოადგენს ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკური ნაწილისთვის, ზოგადად ვფიქრობ, რომ მართლა უცხო ადამიანია აჭარისთვის, მასაც თავის სამსახურებრივი მოვალეობები ქონია იქ რაღაცა წარსულ ცხოვრებაში და თუმცა ხაზი გაუსვა რომ დაბადებულია. ხო, ნუ წარმოშობით კი ბატონო, ეს არის ქობულეთიდან, მის ოჯახს ქობულეთში იცნობენ და ასე შემდეგ. თუმცა მას არანაირი ესე ვთქვათ, შემხებლობა აჭარაში რაღაცა საზოგადოებრივ ნაწილში ამ დრომდე არ ქონია. ეხლა გადაწყვიტეს, რომ მოიყვანონ და პირდაპირ დასვან აჭარის რაღაცა მთავრობის თავმჯდომარედ. დასაწყისშივე უნდა ვთქვათ, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისე როგორც აქ ეროვნული დონეზე ეს არ არის ხელისუფლება და ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ რაღაცა მიტაცებული ძალაუფლება და რაღაც თავისი ადამიანებით მართული იმისთვის რომ მან შეინარჩუნოს ძალაუფლება, ზუსტად იგივე მდგომარეობა გვაქვს ჩვენ აჭარის მთავრობის ნაწილშიც, იქაც აჭარის უმაღლესი საბჭო არის არალეგიტიმური და ეს არის ერთპარტიული, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ რა თქმა უნდა უარი თქვა ამ გაყალბებული არჩევნების აღიარებაზე და იქაც მხოლოდ 13-20 დეპუტატი მოკეთ წარმოადგენს ამ ეგრეთ წოდებულ უმაღლეს საბჭოს და შესაბამისად არც მთავრობის ლეგიტიმაციაზე არ შეიძლება ვისაუბროთ. ამდენად ვინ იქნება არალეგიტიმური, ესე ვთქვათ, არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი, ამაზე მნიშვნელობა არ აქვს. მეორე, ხო, რაც შეეხება რატო არა რიჟვაძე, უბრალოდ გითხრათ, არ ვიცი, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, უბრალოდ ის რომ თორნიკე რიჟვაძის მოხსნას მისი დანიშვნიდან მალევე აპირებდა ბიძინა ივანიშვილი, ამის შესახებ ბათუმში ყველამ კარგად ვიცოდით. ხო, აი განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ის რაღაცა ახალგაზრდა ბიჭი, რომელზეც თითქოს დიდი მედეს ამყარებდნენ, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რა ვიცი, ერთი კომპლექსებიანი ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თანამდებობაზე ყოფნა ბევრი ფულის საშუალებლად უნდა გამოეყენებინა და თუ კი მართლა და მთელ ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ განსაკუთრებულად თვალშისაცემი არის კორუფციის მასშტაბები, ეს მართლა არის ბათუმი და აჭარა, განსაკუთრებით სამშენებლო, ესე ვთქვათ, მიმართულება, სადაც, რა ვიცი, კატასტროფული რაღაცა მდგომარეობა გვაქვს. ეხლა ქალაქი ნელ-ნელა საცხოვრებლად საერთოდ უარგისია, რა თქმა უნდა, ამის უკან დგას რაღაცა დიდი ფინანსური ინტერესები და რაღაცა პირამიდის თავში, რა თქმა უნდა, იყო თორნიკე რიჟვაძე, მათ შორის მასთან დაახლოებული კომპანიებით. მათ შორის ყავს ისეთი ტიპის კომპანიები, მასთან კავშირში არის ესეთი ტიპის კომპანიები, რომლებიც იმდენი ფული იშოვეს, რომ ეხლა რაღაც საზღვარგარეთ გააქვთ, მოკეთ საქართველოს კაპიტალი და რაღაცებს აშენებენ. და ეს კიდევ ერთხელ მეორე, ვიცით, ყველამ ძალიან კარგად მისი კავშირი ასევე ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებიც მანდ-მაინც ესე ვთქვათ, მისაღები არ არიან დემოკრატიული საქართველოსთვის წესი და ასე შემდეგ. თუმცა მხოლოდ ეს რო იყოს მიზეზი რიჟვაძის გადაყენების მე არ მჯერა, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგად იცოდა ალბათ ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში, რა ვიცი, ცოტა მონდომებული ადამიანი მარტივად გაარკვევდა საიდან იშოვა თორნიკე რიჟვაძემ მისმა გარემოცვამ, ხო, ამ ხელა ფული. ალბათ არც მის მიერ ჩადენილი დანაშაულები არ იყო მხოლოდ ამის მიზეზი, თორე ის შემთხვევა, რაც ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას უკავშირდება, კლასიკური მაგალითია, რომ ესეთი ადამიანი არა თუ თანამდებობაზე უნდა იყოს პირიქით, სამართლებრივი ჩემი აზრით, ის სამართლებრივი პასუხისგებაში უნდა იყოს, ხო, მიცემული. თუმცა დაზუსტებით ზუსტად ვიცით, პირადად მე ჩავაბარე, ესე ვთქვათ, აუდიო მტკიცებულებების საგამოძიებო უწყებას, სადაც საუბარი, რომელთანაც ნათლად ჩანდა რა ტიპის ზეწოლა მიმდინარეობდა ნუგზარ ფუტკარაძეზე და რომელშიც უშუალო ფიგურანტი იყო თორნიკე რიჟვაძის მამა. და თორნიკე რიჟვაძის მამის მთავარი ინტერესი ეს იყო, რომ თორნიკე შეენარჩუნებინა თანამდებობა და უკვე დამარცხებულ
ბათუმის საკრებულოში მაინც მოეპოვებინათ უმრავლესობა და ეს ისტორია კარგად იცის საზოგადოება, მაგრამ ალბათ კიდევ ბევრი უნდა ვისაუბროთ ამაზე და უნდა იცოდეს, რა ვის უშველის არც თანამდებობიდან წასვლა, არც შესაძლოა რა ვიცი ქვეყნის დატოვება, ყველას აუცილებლად მოუწევს ეს აუდიომკითხებულება შემოდეს თაროზე. რა თქმა უნდა, შემოდეს თაროზე, მას მსვლელობა არ მიცემია, ყველა კონკრეტული ფიგურანტი, ვინც ამ საქმეში ფიგურებდა, ვინც აუდიო ჩანაწერებში იყო, ან მოწმეთა ჩვენებით შეიძლება ესე ვთქვათ, ყოფილიყო გამოკვეთილი, ჯერ კიდევ ცოცხალია და ყველა იქ არის ბათუმში და ასე რომ ამ საქმის გამოძიებას წინ არაფერი უდგას, გარდა იმისა, რომ ნება უნდა არსებობდეს უბრალოდ და კარგად გამოჩნდება, რამ გამოიწვია ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება. რატომ მოვიყვანე კიდე ეს მაგალითი, იმიტომ რომ ამ ტიპის დანაშაულის ჩადენის მიუხედავადაც ხომ მისთვის რაღაცა არავის თანამდებობიდან გადადგომა არ მოუთხოვია პირიქით, ალბათ ამის გამო კიდე რამოდენიმე წელი დატოვეს ის თანამდებობაზე. რაღაც ალბათ მოხდა სხვა, არ ვიცი, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს პრაქტიკულად დაბალ რეიტინგს მისაც მათ შორის. ის პრაქტიკულად, რა ვიცი, ქალაქში არ გადაადგილდებოდა და თუ გადაადგილდებოდა რაღაცა დაცვის და დიდი გარემოცვით, ხო? და ასე შემდეგ. შესაძლოა ეს ამას უკავშირდებოდეს, ან რაღაცა ისეთ ფაქტს, რომელსაც ალბათ მოგვიანებით გავიგებთ, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ზოგადად ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის და ზოგადად ამ ქვეყნისთვის და ან იმ რეგიონისთვის, რომელსაც მეც წარმოვადგენ თორნიკესთან და სხვებთან ერთად. ერთადერთი ამას ალბათ მნიშვნელობა აქვს ეხლა აჭარაში იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც მასთან იყვნენ დაახლოებული, იმ რაღაცა მაღალი პოლიტიკური პლანების ჩანაცვლება შეიძლება დიდი ალბათობით ეს მოხდება, დიდი ალბათობით ეს მოხდება, მათ შორის იქ რაღაცა ძალოვან სტრუქტურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებაც, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გამოიწვევს. ის რომ ეხლა მინისტრთა უმრავლესობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის არალეგიტიმური მინისტრთა უმრავლესობა ასევე ვერ შეინარჩუნებს თანამდებობას, ეს პრაქტიკულად მათ არც დაუმალიათ, ალბათ იქნება ასევე რაღაცა დიდი რეპრესიები ადგილობრივ თვითმმართველობებში და ასე შემდეგ. ტრადიციულად როგორც ხდება ხოლმე, ასე დროს. საბოლოოდ რას უზამენ თუ დაუპირებენ ბატონ თორნიკას, ეს გამოჩნდება ალბათ ცოტა მოგვიანებით. კი ბატონო, ბესელია, რომელიც იყო აჭარის პოლიციის უფროსი, ის აღარ არის ამ თანამდებობაზე. ჩვენის დაგვამახსოვრდა მზია ამაღლობელის დამგავებლად და მისი ნათლული, რომლის ალიყურის რომ ეთკინა ლოყის სიწითლეს გამო მიხდის სასჯელს ახლა მზია ამაღლობელი ოფიციალური ვერსია ეს არის თორემ რისთვის იხდის მზია სასჯელს ეს ყველამ ძალიან კარგად იცის შესაძლებელია თუ არა აი საერთოდ ამ ფაქტმა მზიას დაკავებამ ბათუმში პირველ რიგში ვიტყვი რა რეაქცია გამოიწვია მზია არ იყო ყველა ხელისუფლების დროს იყო აქტიური საკუთარი პროფესიის ერთგული და ორი ძალიან სანდო გამოცემის დამფუძნებელი. მზიას დაკავებამ პირველი პოლიტპატიმარი ქალია ციხეში ჟურნალისტი კომუნისტების შემდგომ ეს აჩვენა კიდევ ერთხელ რა ზღვარზე მივიდა ეს სისტემა. რამდენად სწორად აღიქვეს ეს ფაქტი აჭარაში, რამდენად მიხვდა იქაური მოსახლეობა, რომ რაღაც საშიში ზღვარი გადალახა ივანიშვილის რეჟიმმა, იმიტომ რომ შესაძლოა ეს ჩვენთვის ცხადია ჟურნალისტური პროფესიული წრეების წარმომადგენლებისთვის, მაგრამ პატარაა მაინც აჭარა, ყველა საკუთარი საქმიანობის შესახებ კარგად ინფორმირებულია, მზიას დაკავებას უნდა ქონოდა შესაბამისი რეზონანსი. მე მინდა ვიკითხო, რამდენად ქონდა? ის რო თბილისის მსგავსად აჭარაშიც ბათუმში განსაკუთრებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისადმი, ალბათ მნიშვნელოვანწილად მათ შორის განაპირობა მზია ამაღლობელის დაკავებამ და ასეთი ფორმით დაკავებამ, ასე აქვე ესეც უნდა აღვნიშნოთ, იმიტომ რომ წარმოუდგენლად ცუდად, არაადამიანურად, არაკაცურად, არასწორად მოიქცა გებუაძე და სხვები მისი დაკავების დროს მათ შორის ასაც აღწერს მე მზია ამაღლობელიც. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის განწყობები რაც არის ბათუმში, ისიც რომ თბილისის პარალელურად პროტესტი პრაქტიკულად არც ერთ დღე ჩავარდნილა და ბათუმში რა ვიცი ყოველდღიურად არის პროტესტი, არ ვიცი სუპერმარკეტი იქნება ეს. კი, მათ შორის ბათუმელი მეტროში ძვიად ცეცხლაძეც ასევე ბათუმელი. სუპერმარკეტი იქნება ეს სამეცნიერებულება, არ ვიცი თუ ნებისმიერი სივრცე სადაც არ უნდა მოხვდე, ძალიან კარგად იგრძნობა, რომ ბათუმში ხალხი არის უკიდურესად კრიტიკულად განწყობილი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისადმი და ხო, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის მათ შორის მზიას დაკავების გამოც და მზია ამაღლობელი მართლა სხვა კალიბრის ადამიანზე ვსაუბრობ. ჩვენ მე ასლანაბაშის პერიოდიც მახსოვს კარგად და მზიას და მისი მეგობრების იქ ნესტანის სხვების რაღაცა ძალიან მამაცური ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. მე იყო ხელისუფლება, რომელსაც მე წარმოვადგენდი და მე
ყველაზე კარგად ვიცი ალბათ რას წარმოადგენდა მაშინ გაზეთი ბათუმელები ზია ეთერი და კიდე ერთხელ ეს გუნდი და უკიდურესად კრიტიკულები როგორი იყვნენ ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ და ეხა როგორი იბრძვიან ამ რეჟიმის წინააღმდეგ. მართლა ამ სიტყვის ყველაზე სწორი გაგებით სიტყვის რაღაცა სადარაჯოზე, თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე იდგა ყოველთვის ზია ამაღლობელი თავის თანამოაზრეებთან ერთად და ამიტომაც არის დღეს საპყრობილეში. თქვენ ეხლა ტინა სტუმართან საუბრობდით 9 აპრილის ღამეს გაბედავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი რაღაცა როდიონოვთან პარალელები გააკეთებინოს ქართულ საზოგადოებასო და მე მგონია რომ ამაზეც კი წავა ბიძინა ივანიშვილი და თავის რეჟიმი, იმიტომ რომ ესენი რეალურად მართლა იქ არიან. ამიტომაც არ არის გასაკვირი ამ რეჟიმის შემხედვარი ზია ამაღლობელის დღეს ტყვეობაში ყოფნა. თუ ამას დღეს 9 აპრილს არ გააკეთებს მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცა უარესი რეაქცია არ გამოიწვიოს საზოგადოების და არა იმიტომ რომ რაღაცა იდეურად იქ არ იყოს სადაც თავის დროზე სამწუხაროდ იდგა რაღაცა როდიონებთან ერთად ალბათ ქართული საზოგადოების მცირე, მაგრამ მაინც რაღაც ნაწილი, ხო? ქართველები წარმოადგენდნენ მაშინ რაღაცა იმ დროინდელ სახელმწიფო ვერტიკალს. ამიტომ ზიას, ზვიადის, სხვა პოლიტიკური პატიმრების და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ოჯახის წევრებს ძალიან სწორი, კარგი ორგანიზებისთვის და დიდი საქმისთვის ეხლა რასაც აკეთებენ. მიმაჩნია რომ ამ ხალხის ბრძოლა წარმოუდგენელია რომ უშედეგოდ დასრულდეს და მჯერა რომ ყველაფერი ძალიან მალე იქნება კარგად. თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი არ ვიცი მე აი ვერ გაუტეხია ბიძინა ივანიშვილზე ბევრად უფრო ძლიერ ხალხსაც კი 1921-ში საქართველოს დაპყრობის შემდეგ აქ წინააღმდეგობის გატეხვისთვის 37-38 წლის მოწყობა გახდა საჭირო, ხო? და ყველა ლამის წერაკითხვის მცოდნე, ლამის ყველა ქართველის პირდაპირ მნიშვნელობით დახვრეტა გახდა საჭირო. მაშინაც იგივე იარლიყებით, ხო? იქ აგენტები, საფრანგეთის აგენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხა ვერ დახვრეტავს ვერავის ბიძინა ივანიშვილი, ყოველ შემთხვევაში ესე მასიურად ნამდვილად ვერ დახვრეტავს და ქართული ხალხის წინააღმდეგობა არ გაჩერდება და მჯერა რომ ყველაფერი აუცილებლად იქნება. ახლა პოლიტიკურ ნაწილზე უნდა ვიკითხო, დღეს აქციაზე იქნებით ალბათ წარმოდგენილი. იქ ხშირად არის პრობლემა ერთმანეთზე გვერდზე დგომის პოლიტიკური პარტიების მხრიდან ვერ დაიძლია ეს პრობლემა პოლიტიკურ სპექტრში. რაც შეეხება პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, ჩვენ ისინი ხშირად გვყავს სტუმრად, ისინი ზუსტად ამაზე აკეთებენ აქცენტს, რომ აი ისინი აორგანიზებენ ახლა აქციას და ეუბნებიან ყველას, რომ ჩვენ დაგვიდექით გვერდით. აი ეს ვკითხე კიდევაც რამდენიმე მათგანს, რომ რატომ გახდა თქვენი მოძრაობის შექმნა საჭირო, რაღაც არასაკმარისი იყო ამ პროტესტში, პასუხი იყო დიახ. აი თქვენ პოლიტიკური გადასახედიდან სად ხედავთ პრობლემებს და სად ხედავთ ამ პრობლემების გადაჭრის აუცილებლობას პოლიტიკური სპექტრის მხრიდან? არ ვეთანხმებით ცალსახად იმ მოსაზრებას, რომ რაღაცა პროდასალური პოლიტიკური პარტიები არაფერს აკეთებენ, რაც არ მგონია ცალსახად სწორი, იმიტომ რომ ის რომ მთელი მსოფლიო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმურად თვლის და მასთან არ თანამშრომლობის რაღაცა ეტაპი არის ყველგან ჩართულია. ამის საწინდარი ბუნებრივია იყოს სწორი ბოიკოტირება, უბრალოდ პარლამენტთან საერთოდ გამოსვლა და არ თანამშრომლობა რეჟიმთან. და საერთოდაც რასაც ჩვენ ვაკეთებთ ქვეყნის შიგით, იმისი ასახვაა ხოლმე, ხო? მე ქვეყნის გარეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. დღეს სოფლიოში იმდენი პრობლემაა, რომ არა ქართველი ხალხის და მათ შორის ოპოზიციური პარტიების ქართულ ხალხთან ერთად აქტიურობა და ძლიერი რაღაცა საპროტესტო მუხტის ქვეყნის შიგით არსებობა, რავი, ალბათ ბევრ ქვეყანას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარი არ გავახსენდებოდით, უწყვეტობის ამდენმა დღემ და რაღაცა ამ პროტესტმა მიგვიყვანა ჩვენ იქამდე, რომ დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენს გვერდით არის. ასე რომ ამ მიმართულებითაც ბუნებრივია პარტიები მუშაობენ. თქვენ ახსენეთ და გეთანხმებით, რომ საგარეო მიმართულებით ძალიან აქტიურია ყველა პარტია და მათ შორის განსაკუთრებით საგარეო ფორმატში რაღაცა მჭიდრო კოორდინაცია არის. არის თუ არა ეს საკმარისი? რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. ეს რომ საკმარისი იყოს დღეს ივანიშვილი ხელისუფლებაში არ გვეყოლებოდა. ვისურვებდი თუ არა მეც მათ შორის, რა ვიცი, ჩემი პარტიის ერთი წარმომადგენელი უკეთეს კოორდინაციას ყველა პროდასალურ პოლიტიკურ პარტიას შორის. რა თქმა უნდა ვისურვებდი და იმედი მაქვს, რომ რაღაცა კიდევ უფრო მეტი და აქტიური თანამშრომლობა იქნება ყველა პროდასალური პარტიის ერთმანეთთან. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძირითად თემებში თანამშრომლობა არა თუ არის, არამედ თავარ საკითხებზე ბუნებრივია ყველა არის შეჯერებული. რეჟიმის ტყვეების თავისუფლება და ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგად, ესე ვთქვათ, ხელისუფლების დაკომპლექტება, ხო, ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება და არა უბრალოდ არჩევნების რაღაცა გადმოგდება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მე იმედი მაქვს, რომ აუცილებლად უახლოეს დღეებშიც მათ შორის კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა იქნება შესაძლებელი და თანამშრომლობა ძირითადად ეხლა რაც არის საჭირო და რაც არის ალბათ მათ შორის ასთა სხვადასხვაობის, ესე ვთქვათ, მიზეზიც, ხო, ეგ არის რა არის
ყველაზე უფრო მკაფიო ფორმა, რომელთაც ჩვენ კიდე ერთხელ ქვეყნის შიგნით ხალხს და ქვეყნის გარეთ ვაჩვენებთ არ თანამშრომლობის მაგალითებს რეჟიმთან. მათ შორის ერთ-ერთი არის ეს, ბუნებრივია, იქ კომისიაზე არ თანამშრომლობა, რა თქმა უნდა. ჩვენ მიგვაჩნია რომ უარი, კი არა და მკაფიო პოზიციის დაფიქსირება ისეც პარტიების აკრძალვაზე, მედიის აკრძალვაზე, არასამთავრობო სექტორის აკრძალვაზე, ფონდების გაუქმება, რავი, ყველაფერს გვიკეთებს ბიზნეს ივანიშვილი და საერთოდ რაზე უნდა ვითანამშრომლოთ, ეგ წარმოუდგენელია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი და მკაფიო ვარი ჩემი აზრით იქნებოდა დროული განცხადება გლობალურ თვითმმართველობაში არჩევნებზე არ შესვლაში. კომისიასთან, ამ ეგრეთ წოდებულ კომისიასთან არ თანამშრომლობა და ასე შემდეგ. ყველა ნაბიჯზე ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ რეჟიმთან არ თანამშრომლობის, ესე ვთქვათ, დემონსტრაციული ჩვენება მიმაჩნია რომ არის მნიშვნელოვანი. კი ბატონო, და სულ ბოლოს სალომე ზურაბიშვილის მიერ დაორგანიზებულ პლატფორმაზე მინდა ვიკითხო, რამდენად მუშაობს ეს პლატფორმა? ახლა სალომე ზურაბიშვილი იმყოფება საზღვარგარეთ, მანამდე ქონდა ინტენსიური ორი შეხვედრა ქონდა და დაგვიანონსა, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება თანამშრომლობა ამ კუთხით. აქ ძირითადი კითხვა არის, როგორ უნდა დაანიშნინოს პოლიტიკურმა სპექტრმა ივანიშვილს არჩევნები, რომელსაც თვითონ არ ჩაატარებს? ცოტა რთული ამოცანა. ჯერათ ამ ამოცანის მიღწევა. მე მჯერა რომ ჩვენ ქართველი ერი შევძლებთ იმას, რომ ამ ქვეყანაში ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები და სამართლიანი არჩევნების შედეგად მოხდეს ხელისუფლების დაკომპლექტება. თუ ეს იქნება რაღაცა შეუძლებელი ივანიშვილთან და ჩემი აზრით ეს არის შეუძლებელი ივანიშვილთან, ამ არჩევნებს ჩვენ ჩავატარებთ, თუმცა ჩავატარებთ ივანიშვილის გარეშე. სად არის ეს ბოლო წერტილი, ბოლო დღე, როგორ დგება? ეს საკითხი ხო ამაზე რა ვიცი, ბევრი მსჯელობა მიდის, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ ქართული საზოგადოების, რომელთა დიდი უმრავლესობა არათუ კრიტიკულად არის განწყობილი, ეს ყველაზე რბილად ნათქვამია ალბათ ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ, არამედ მართლა ბოლომდე ეწინააღმდეგება ივანიშვილს რაღაცა თავის სამოქმედო გეგმაში, უნდა იყოს კონსოლიდირებული, ერთად ორგანიზებული, მათ შორის ქუჩაშიც და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ხარდაჭერით ჩვენ ამ შედეგს მივაღწევთ.